მეტრო გოლდვინ მეიერი წარმოგიდგენთ. ფილმს ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა 2. ფილმში მონაწილეობენ ოთარ ძაგნიძე, მონიკა როხვაძე, შორენა შუბლაძე, რუსუდან ხობუა, თამარი წივწვიძე, თეონა კილაძე, ნინო სიმსივე, თათია ნოზაძე, როენა ოქროპილაშვილი, დავით კაკაურიძე, ნანიკო ჩხატიშვილი. სცენარის ავტორი და რედაქტორი დავით კაკაურიძე. პროდიუსერი Deep State, კოსტიუმების დიზაინი დანიელ გალეგო. კამერასთან მუშაობდა როჯერ ალექსანდერ დიკინსი. მოგესალმებით მეგობრებო სარფიდან. ჩვენ ისევ ტაო-კლარჯეთში მივემგზავრებით და მოვინახულებთ ისეთ ძეგლებს, რაზეც ჯერ არ გვისაუბრია. რასაკვირველია, პირველი გაჩერება ჭოროხზე გადაშლილი პანორამა. პანორამიდან გავუბრუნების შემდეგ გადავწყვიტეთ დოლისყანის სამონასტრო კომპლექსში გადაგვენაცვლა. ეს სუმბატ მეფის გამოსახულებაა ეკლესიის მაკეტით ხელში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაგრატ ერისთავთერისთავის შემდეგ ამ ტაძრის და საერთოდ სამონასტრო კომპლექსის მაშენებელი განმაახლებელი სუმბატ მეფეა. ხოლო ტაძრის მშენებლობა დაახლოებით მე-10 საუკუნის პირველი ნახევრით ივარაუდება. ჩვენი შემდეგი გაჩერება ტყვეთის საეპისკოპოსო ტაძარია. ტყვეთის საეპისკოპოსო ტაძარი ისტორიულ ქალაქ შავშეთიდან 15 კილომეტრის დაშორებით სოფელ ჯევიზილში მდებარეობს. პირველი ტაძარი აშოტ კუხმა 914-918 წლებში ააგო. ეპისკოპოსად კი სტეფანე მტბევარი დაადგინა. მოგვიანებით ტაძარი ორჯერ განაახლეს. უკანასკნელი დიდი განახლების დროს საბა მტბევარმა ტაძრის კომპლექსს გალავანი შემოავლო და საერო წოდება ერისთავ ეპისკოპოსი, იგივე ქორეპისკოპოსის ტიტული მიიღო. ხოლო ჩვენი შემდეგი გაჩერება ძალიან უცნაური ადგილი. ჯოჯოხეთის კანიონია. ჯოჯოხეთის კანიონი. ნეტავ რა ხდება შიგნით. შევაღეთუნიკეთი. გავიარე ცირეოდენი გზა. რაღაც არ მომწონს. ნუ თუ აქ ჩემს გარდა არავინა. იქნებ არც არაფერი ხდება. ასეთი წვრილი ნაპრალი რატომ არის? არის აქ ვინმე? ეს რა არის? ფეხსაცმელი? ამას აქ რა უნდა? ვაუ, ეს რა არის? ეს რა უბედურება? ცხოველის მოჭრილი ფეხი? როგორ გამიმართლა? სინათლე. მაგრამ ვაი შენ და ზნუკი. ბოლოს ვიგებ, რომ თურმე ეს საშინელება ამ სამმა Deep State-ელმა მოაწყო. მეგობრებო, იცნობდეთ და შეიყვანეთ. თათია, დავითი, თეონა. სად მივდივართ? აუცილებლად. ამდეც იყო აქ, ვახტანგი და დავადექით არტანუჯის ციხის გზას. არტანუჯის ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრში, არტვინის რეგიონში ამჟამინდელ ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს მდებარეობს. მდინარე არტანუჯის წყლის მარცხენა ნაპირზე. ისტორია. როგორც დასახლებული პუნქტი ქრისტიანობამდელ ხანაში იხსენიება სახელდობ იბერიის ქალაქად. არტანუჯის პირველი ციხის აგება ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული. ბიზანტიელებთან ომის დასრულების შემდეგ მეფეს კლარჯეთში ადგილი მოსწონებია და არტანუჯის ბორცვზე აკროპოლისი, ანუ გამაგრებული ციხე აუგია.
რომლის მნიშვნელობა განუზომლად დიდი გამختარა, რასაც მოწმობს მე-5 საუკუნის ბოლოს თუხარისიდან ერისთავთა რეზიდენციის აქ გადმოტანა, რამაც განაპირობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ცენტრი გამختარიყო. მე-9 საუკუნეში არაბებისგან დევნილმა აშოტ პირველმა კურაპალატმა არტანუჯის ციხე-ქალაქი აღადგინა და სატახტო ქალაქად აქცია. დრაშა როგორ დაგვრჩა? სოფელი ოთხთავი, რომლის თურქული ვარიაციაც დორთქილესია, იგი პირდაპირი თარგმანია ქართული სიტყვის ოთხთავ, დორთქილესი. სახელი ოთხთა დაკავშირებულია ტაო-კლარჯეთის ყველაზე დიდ 4 უდიდეს ტაძართა შორის შესულ ხუროთმოძღვრ ძეგლთა შორის, რომელიც მოგვეპოვება ტაო-კლარჯეთის სავანეში. 1967 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ტრიელებმა აღმოაჩინეს სწორედ ეს ფრესკა, რომლის მიხედვითაც ივარაუდეს, რომ ტაძარი უნდა იყოს ნაკურთხი წმინდა ეკატერინეს ან წმინდა ელენეს სახელზე. ხოლო ეს სამლოცველო აკლდამის ნაგებობა, კონკრეტულად ქვედა ნაწილში აკლდამის ფუნქცია ჰქონდა, ხოლო ზედა ნაწილი სამლოცველო იყო, აი ეს არის კონქი, ძალიან ლამაზად მოპირკეთებული აგურით. სამწუხაროდ ტაძარზე მხოლოდ 2 წარწერა არის ცნობილი. მათ შორის დასავლეთის ფასადზე სწორედ აქ განთავსებულია 2 ეპიგრაფიკული ნიმუში, სადაც მოხსენიებულია დავით მესამე კურაპალატი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით 4-თა სამონასტრო კომპლექსში. ახლა ექსკურსია გვაქვს ქუთაისიდან და მრავალმხრივი შესწავლის მიუხედავად ჩემ და სამწუხაროდ აი ამ წარწერის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და ჯგუფთან ერთად აღმოვაჩინე. აი ამ ადამიანის წყალობით კიდევ ერთი წარწერა აღმოვაჩინეთ. როგორც გენერალს. აი რა შეიძლება მოგე დასავლეთ ნაწილს, აი ეს არის ჩამოგვარდო აი ესეც ჩვენი სასტუმრო სოფელ აგარაში, კონკრეტულად არხლის ხეობაში. ესეც ჩვენი მეორე დღის პირველი ლოკაცია იშხანი. ეს დიდებული იშხანია. თავდაპირველი მშენებლობის პროცესი სომეხი ქალკედონიკი ეპისკოპოსის ნერსესის მიერაა აგებული. ჯერ კიდევ მე-7 საუკუნის 30-იან წლებში. მეორე მშენებლობის ფენა საბა ნიშხნელთანაა დაკავშირებული. მესამედ კი გიორგი პირველმა იწყო მისი აღდგენა. ხოლო დღემდე მოღწეული ტაძარი ბაგრატ მე-4-მ სულყო. ტაძარი ტრიკონქის ტიპის 4 პილასტრზე შემდგარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მთავარი ტაძრის გვერდით მცირე ეკლესია, რომელიც გურგენ ქართველთა მეფემ 1006 წელს ააგო. შეწევნით ღვთისშვილითა, მე მეფეთა მეფისა, გიორგიმ, ვაშენე ესე ტაძარი ღვთისმშობლის სახელზე, ვყავ ორთავე ცხოვრებასა შინა. მე გლახაკმან სულითმან ანტონ ეპისკოპოსმა ვაშენე ესე ტაძარი ივანე მორჩაიძის ხელითა, სპვ 1032 წელი, ბაგრატ მე-4. დავტოვეთ იშხანი და გადავინაცვლეთ ოშკის სამონასტრო კომპლექსისკენ, რომელიც არც თუ ისე შორს არის იშხანიდან. ოშკი მე-10 საუკუნის ერთ-ერთი ბრწყინვალე ხუროთმოძღვრული კომპლექსია. კათედრალური სამეფო ტაძარი ბაგრატ ერისთავისა და დავით მესამე კურაპალატის ხანაში ააგეს. მსგავსად იშხნის წმინდა მოციქულის ტაძრისა, ისიც ტრიქონკის ტიპის 4 პილასტრზე შემდგარი გუმბათოვანი ტაძარია და ქართული ხუროთმოძღვრული შედევრების 4 გამორჩეულ ტაძართა შორისაა. ესენია ბაგრატის ღვთისმშობლის, ალავერდის წმინდა გიორგისა და სვეტიცხოვლის ღვთისმშობლის ტაძართა რიცხვში. ოღონდ მათთან შედარებით უფრო ადრე, მე-10 საუკუნის 70-იან წლებამდე უნდა დასრულებულიყო. წარწერის მიხედვით ვიგებთ 10 წელსა შენდებოდა. სამხრეთ-დასავლეთით სტოაპორტიკს ტეხილი ფრონტონისებური ფალტენდახი ამშვენებს, რომელსაც წნული ორნამენტებით გამშვენებული პილასტრები იჭერს. Okay, let's go. დღის ბოლო ლოკაცია ხახული დავრჩა და ამაზე განვაგრძით ექსკურსია. ხახულის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი დღევანდელი სოფელ ბაღბაშის ტერიტორიაზეა განთავსებული. მისი მშენებლობაც ასევე დავით კურაპალატის სახელთანაა დაკავშირებული.
მონასტრის მოღვაწეთაგან გამოსარჩევია გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც აღწერა იოანე მთაწმინდელის იგივე თორნიკე ერისთავის ცხოვრება. სამონასტრო კომპლექსის ცნობადობა უთუოდ ხახულის ტრიპტიკის სახელით ცნობილმა ღვთისმშობლის კარედმა გამოიწვია. და ჩვენი ბოლო ლოკაციაც თორთუმის ჩანჩქერია. და ამას თქვენთვის ვაკეთებ, რათა გამომიწეროთ.